სამედიცინო მომსახურება, რომლის მისაღებადაც სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობა ამ დრომდე დედაქალაქში ჩამოდიოდა უკვე რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია ხელმისაწვდომი. მაღალტექნოლოგიურ კარდიოლოგიურ სერვისებს კი პაციენტებს თბილისიდან მიწვეული მაღალკვალიფიციური სპეციალისტები შესთავაზებენ. სამედიცინო დაწესებულებაში უკვე ჩატარდა ამ მიმართულების რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია. კლინიკის სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო ამ და სხვა ნებისმიერი სამედიცინო სერვისით, როგორც ადგილობრივი, ისე ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეები სარგებლობენ. მაღალ ხარისხს ეწვდომა უნდა ჰქონდეს თითოეულ ადამიანს, ასეთია ჯანდაცვის სამინისტროს მიდგომა. ნატალია ბერულავა და ხატია ჯამალაშვილი რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს სერვისების შესახებ. რეგიონის მასშტაბით პირველად და მხოლოდ რუხის კლინიკაში არითმოლოგიურ სერვისებს პაციენტები ადგილზე მიიღებენ. კლინიკაში მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური სერვისების მიმართულება ამოქმედდა. თუ აქამდე პაციენტებს მსგავსი სერვისის მისაღებად დედაქალაქში წასვლა უწევდათ, ამიერიდან რეგიონში უპრეცედენტო სერვისს საცხოვრებელ სახლთან ახლოს მიიღებენ. სიახლის დანერგვას ჯანდაცვის მინისტრი რუხის კლინიკაში მიმდინარე მუდმივად მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ პროცესს უკავშირებს და აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულება პაციენტებს უნაკლო და უხარვეზო სერვისს თავაზობს. რუხის კლინიკა უკვე დიდი ხანია მართლაც არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ქვეყნისთვის საამაყო მოვლენად იქცა. ეს არის იმ თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი კლინიკა, რომ პრაქტიკულად მუდმივად მზარდი პროცესი გულისხმობს ახალი სერვისების დანერგვას, მათ შორის რთული ისეთი სერვისებისა, რომელიც მაგალითად რეგიონული მასშტაბით ხელმისაწვდომი აქამდე არ ყოფილა. დაწყებული ეს მაგალითად შარშანიკ მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფის აპარატით დამთავრებული მაგალითად ახლა დანერგილი სულ ახალი ამბავია ეს არითმოლოგიური სერვისები გახდა ხელმისაწვდომი. ეს არის ბუნებრივია ყველაზე კარგი გამოხატულება იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელისუფლება ჯანდაცვის სისტემა ზრუნავდეს რეგიონის მოსახლეობაზე და რეალურად უზრუნველყოფდეს იმას, რომ პრაქტიკულად დედაქალაქის ტოლფასი ხარისხის სამედიცინო სერვისი რეგიონში უშუალოდ იყოს ხელმისაწვდომი. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტებს მომსახურებას თბილისიდან მოწვეული მაღალკვალიფიციური სპეციალისტები გაუწევენ. სიახლის მიხედვით კლინიკაში არითმოლოგიური სერვისების სრული სპექტრი მოქმედებს. მათ შორის მოსახლეობაში საკმაოდ გავრცელებული და სიცოცხლისთვის საშიში გულის რითმის დარღვევების პრევენციის მიზნით კარდიოვერტერ დეფიბრილატორის იმპლანტაცია. ასევე შესაძლებელია ერთკამერიანი, ორკამერიანი და სამკამერიანი კარდიოსტიმულატორების იმპლანტაცია. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უახლესი ტექნიკური აპარატით ხორციელდება სხვადასხვა ტიპის არითმიების დიაგნოსტიკა, მართვა და კათეტერული აბლაცია. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პირველად ამ რეგიონის ისტორიაში ჩაეშვა არითმოლოგიური მიმართულება, რაც მოიცავს ყველანაირ სპექტრს არითმოლოგიური მომსახურებების, ეს იქნება კონსულტაციები, ეს იქნება მეთვალყურება და ეს იქნება ინტერვენცია манипуляციის სახით. ინტერვენცია და манипуляცია ტარდება ჩვენთან კათეტერიზაციის ლაბორატორიაში. მოგახსენებთ, რომ კათეტერიზაციის ლაბორატორია ჩვენს კლინიკაში არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკის სახით. სიახლის დანერგვის შემდეგ რუხის კლინიკაში უკვე შესაძლებელია იმ პაციენტების მიღება და კონსულტაცია, ვინც მსგავსი ოპერაცია სხვა კლინიკაში გაიკეთა. კლინიკაში უკვე ჩატარდა მსგავსი სახის 4 წარმატებული ოპერაცია. უახლოეს პერიოდში კი 10-ია დაგეგმილი. არითმოლოგიურ მომსახურებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. 2 წელია რომ აწუხებს არითმი. ხოდა მე და წავსულიყავი თბილისში ან ქუთაისში, მაგრამ არ იყო მაგის საშუალება და მე აქ გამოჩნდა კარგი ექიმი, კარგი ხალხი და აქ ჩამიტარდა ეს ოპერაცია, გამიკეთეს და ეხლა ვეზესად კარგად ვზნობ თავს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას ჩემნაირი ხალხისთვის და ალბათ თითქმის უმრავლესობისთვის, რომ არ არის მაგის საშუალება, რომ რეგიონიდან თბილისში რომ წახვიდე, მე იქ ამე გამონახო, მე ეს ოპერაცია რომ გაიკეთო. არითმოლოგია არის კარდიოლოგიის დარგი, რომელიც მოიცავს გულის რითმის დარღვევების დიაგნოსტიკას, მკურნალობას და პრევენციას. რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო სრულად არის აღჭურვილი შესაბამისი ტექნოლოგიებით, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს მოვემსახუროთ ნებისმიერი სირთულის, როგორც არითმოლოგიური, ასევე სხვა კარდიოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებს.
რუხის რესპუბლიკური კლინიკის სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო ნებისმიერი სამედიცინო სერვისით, როგორც ადგილობრივი, ისე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეები სარგებლობენ. რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა. 2023 წლიდან კი უკვე მრავალპროფილური სახით ფუნქციონირებს. საავადმყოფოში შესაძლებელია ურთულესი ნეიროქირურგიული, ტრავმატოლოგიური, გინეკოლოგიური და ანგიოლოგიური ოპერაციების ჩატარება. მსგავსი ოპერაციების ჩასატარებლად პაციენტებს საზღვარგარეთ წამყვან კლინიკებში ვიზიტების დაჯავშნა უწევდათ.